შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებს ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა. მთავარ უწყებაში განუცხადეს, რომ სამუშაოებში სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტი იქნება ჩართული, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებით იმუშავებს. საქართველოს ყოფილი გენპროკურორი ოთარ რომანოვ ფარცხალაძე რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. ფარცხალაძის პოლიტიკაში წასვლის შესახებ არაფერი იცის მისმა ადვოკატმა. ყოფილი გენპროკურორი ძებნილად არის გამოცხადებული, მას ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ყაზახეთი-რუსეთზე გამავალი ნავთობსადენის ალტერნატიულ მარშრუტებად ბაქო-თბილისი ჯეიჰასა და ბაქო-სუფსას განიხილავს. მიზეზი რუსეთზე გამავალი კასპიის მილსადენის კონსორციუმის არასტაბილური ოპერირება. ინფორმაციას ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით აზერბაიჯანული გამოცემა რეპორტი ავრცელებს. უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ტობოლსკში ქიმიური ქარხანა დააბომბეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ საწარმოში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. თავდასხმა უკრაინული დამრტყმელი დრონებით განხორციელდა. ჯერჯერობით არ კონკრეტდება რა ოდენობის ზიანი მიიღო ქარხანამ, რომელმაც მუშაობა დროებით შეწყვიტა.